პოლიტიკურმა პარტიამ ირაკლი ღლონტი რეფორმატორები ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს მერობის კანდიდატი დაარეგისტრირა პარტიის სახელით ქალაქის მერობისთვის დავით დიასამიძე იბრძოლებს. იგი ამავდროულად ცის პირველი ნომერიც იქნება. პარტიის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ბიზნესმენი დავით დიასამიძე ბათუმელია, არის აკადემიკოს ისმეთ დიასამიძის შვილი, იცნობს ბათუმს და ბათუმელთა პრობლემებს. დავით დიასამიძე მიზნად უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. პარტიის შტაბის უფროსის თქმით, მათ მაჟორიტარებად პროფესიონალები ეყოლებათ, რომლებმაც ქალაქის გასაჭირი კარგად იციან. საოლქო საარჩევნო კომისიის პარტიის სახელზე შესული განაცხადის განსახილველად 24 საათი აქვს. პარტია ირაკლი ღლონტმა და რეფორმატორებმა მერობის კანდიდატად ბათუმს წარუდგინა დავით დიასამიძის კანდიდატურა. აკადემიკოს მინდა აღვნიშნო, აკადემიკოს ისმეთ დიასამიძის შვილი, ბიზნესმენი დავით დიასამიძე. ქალაქისთვის, ბათუმისთვის ცნობადი სახე, აკაზრილი დაბადებულია დავითი, ძალიან დიდი მის ავტობიოგრაფიას რო გადავხედოთ, ძალიან დიდი სამუშაო მოღვაწეობა აქვს ჩატარებული თავისი ცხოვრების მანძილზე. დღეს მე პროგრამას არ ჩამოგიყალიბებ, რადგან დღეს მე დავრეგისტრირდი, მაგრამ თავარი ჩემი მიზანია ბოროტობას ვებრძოლო სიკეთით, რადგან ბოროტებს დავანახო მათი ბოროტება. აღვადგინო ის ბათუმური სიყვარული, ის მოვა და მეგობრობა, როგორიც შეეფერებოდა ტრადიციულად ქალაქ ბათუმს.